გატყლაპე ხო ტრადიციულად, ხო და რა უნდა კითხო იცი რა და თუ წარმოვიდგენდი ოდესმე რომ ზვიად ბოლქვაძესთან ერთ ბოლქვაძის გვერდში დაждდებოდი და პიუპიტრი გეკრებოდა წი. არასოდეს არ წარმოვიდგენდი. მართალია კითხვები გვაქვს ჩვენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც სიამოვნო შეგრძნება. ნოტები რო იყოს ვერც წავიკითხავდი, რო არ მოვიტყუა. ხო და ცადოთ, მაგრამ რავი, ვერ გამოვდგები კარგი მოსწავლე მე მგონი ნოტების სამკითხველად. პატივცემული ლადო გოგოლაძე მიშო სახვაძე და ბატონი ზვიად ბოლქვაძე ჩვენთვის, ჩემთვის და ლადოსთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მუსიკოსი, ძალიან დიდი ადამიანი და დარწმუნებული ვარ ყველასთვის რა. კი, ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ბედნიერი იქნება ბატონი ზვიადის ჩვენთან დანახვით. როცა ვწერ ხოლმე ბატონო ზვიად წერის მეტი სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი ნორმალურად. წერა კარგად გამოდის. ყოველთვის ძალიან ხშირად მოსხომე თქვენი სიმღერები ჩართული და ისევ წერ. და გუშინ იყო ყველაზე მაგარი პროცესი, რო ვიცოდი რომ როცა თქვენთან მოსასვლელ კითხვებს ვამზადებდით და თქვენი მუსიკა რომ მქონდა ჩართული, ვერ წარმოვიდგენთ რა მხელა ბედნიერება იყო რა. ზვიად ბოლქვაძეს და უნდა შევხვედროდი და გაგიცანით და მიხარია. სასიამოვნოა და თან უხერხულადაც ვარ. მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ერთხელაც ჩაგაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში თუ შეიძლება. ერთხელ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაგინახეთ, ოჯახთან ერთად იყავით და სიტყვას არ ვამატებ და იმიტომ არ ვამბობ რომ ეხლა თქვენთან ერთად. ჩემთანაც აქვს ეს მოყოლილი თქვენს გარეშე და ასე რომ როგორ მინდოდა იცით მოსვლა, უბრალოდ ხელის ჩამორთმევა და გამარჯვების თქმა, აი მივალ და ვერ გავბედე, ვერ მოვედი. თან ისე დაემთხვა რომ რამდენი მაღაზიაში შევედი, თქვენც იქ შემოხვედით მაინც და მაინც და ვერც ერთხელ ვერ გავბედე, მაგრამ ეხლა აგერ მიხარია რომ და ხომ არ მიქცეოდი. როგორ გეკადრებათ. ხო, ნელ-ნელა გადავიდეთ გადაცემაზე, მაგრამ სანამ გადაცემაზე გადავალ, ვიტყოდი რომ აი აქ ახლა შეიძლება და ყოფილიყო თითოეულ თქვენთაგანის კომპანიის რეკლამა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავუწერდით რეკლამასაც და ჩვენც ბედნიერი ვიქნებოდით ამ კომპანიის მხარდაჭერით. ისედაც ბედნიერები ვართ, ისეთი სტუმარი ყავს დღეს მამების დროში, რომელსაც მეც სახელით შეურჩია და გულწრფელი პოდკასტი იქნება ჩემო ბატონო. გადავიწყოთ კითხვების ამბავი? კაი, ეხლა უნდა წავიკითხო ეს. ასეთი რაღაც ხავთ ბატონო ზვიად ნათქვამი, ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო იმით, რომ მქონდა ბედნიერება, მეცხოვრა ქალაქშიც და სოფელშიც. სოფლა ცხოვრები დავიწყოთ მოდით და რა ვიცი, ცურვა როგორ ისწავლეთ ეგ რო გაიხსენოთ. სიმინდი თუ მოგვიპაროთ სოფელში, მეზობლის ყანაში. სიმინდი ბაბუასაც, ბებიას ბაბუას იმდენი ქონდა რომ იქ ყველა ძალიან ახლობლები ვიყავით და სხვაგანაც რომ მოგვეტეხა, ქურდობად არ ჩაითვლებოდა. ერთხელ მე მივიდა, წავედი სოფლის მეგობრებთან ერთად სოფელში, სიმინდის მოსაპარად და საღამოს მოვიდა ბაბუა ჩემი გაბრაზებული ვიღაცა ჩვენ ყანაში სიმინდი მოფთულმე ბაბუა ჩემის ყანაში. არ იცოდი. არა, სადღაც ძალიან შორს იყო. ხო, არა, ზოგადად მაინც რაღაცნაირად. კარგი დრო იყო ძალიან, ერთი სიტყვით. კარგი, ძალიან გამორჩეული, ლაღი და ყველასთვის ალბათ ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული წლები განსაკუთრებულია და იქ სხვა თავისუფლება იყო, ბუნებასთან ურთიერთობა, ნამდვილი ცხოვრება. ბებია თქვენს არ უნდა და დოქტორი გამოსულიყო. არა, ბებიას ძალიან უყვარდა მუსიკა. ასე რომ დღეს ალბათ გახარებულია. ძალიან მაგარი ბებიას ოცნების ახდენა. ბებოს როგორ გაიხსენებთ ის? რატომაც ყოველთვის გამოგდის რომ ბებოზე ვაკეთებთ აქცენტს? როცა ბავშვობას ვიხსენებთ და სოფლის ამბებს. ბებია არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან კეთილშობილი, შრომელი. ფაქტობრივად მარტო ჩემი კი არა, ძალიან ბევრის ბებია იყო და ბევრი შვილიშვილები, არა მარტო შვილიშვილები, ძალიან ბევრი ბავშვის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად მძიმე რეჟიმისა, მაინც ჰქონდა მას რაღაც განსაკუთრებული იუმორი და ბავშვებისთვის ყოველთვის შეეძლო რაღაც განსაკუთრებული მოეფიქრებინა და საინტერესო იყო ჩვენი საღამოები, თამაშებით, რაღაც იუმორით, 1000 ისტორიებს გვიყვებოდა ხოლმე. და ნუ განსაკუთრებული კერძები და განებივრებულები ვიყავით ამით.
რომელი სოფელი იყო ბატონო ზვიად? ეს არის დედაჩემის მხარეს ეს არის აჭარაში ქედის რაიონის სოფელი მილისი. ულამაზესი სოფელი. ეს ღაპარივით ლამაზია. სამწუხაროდ მამის დედა პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა. ისე ბებიას გაკეთებული კერძი რატოა განსაკუთრებით გემრიელი? აი სულ სხვა გემო აქვს, აი ბებოს გამომცხარი მჭადი, დღემდე ვამბობ, რომ ეგეთი გემრიელი მჭადი არ გამისინჯავს. კი, ჩემ შემთხვევაში ხა იმერებოდა ხაჭაპურს ვიტყვი. ხო, რაღაცა იციან ბებო, მეგონა გვიმალავენ. რომელი კერძი უფრო გახსოვთ ბებოს გაკეთებული? ბებოს გაკეთებული, ეხა იქ მაგალითად ყველაფერს გემრიელი დასასრული ქონდა ყოველთვის ჩემთვის. ზოგადად აჭარაში ძალიან გემრიელი არის ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რაც ჰავა არის ისეთი თუ მიწა თუ რაღაცა განსაკუთრებით აი მწვანილები. ისეთი გამორჩეული და ძაფრი გემოებით გამოირჩევა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. კიტრი, პომიდორი, ესეთი კერძები, ნუ ქედის კიტრის და პომიდორი გამორჩეულია. და კერძები ყველაფერი. არ ვიცი, აი ლობიო მაგალითად ავიღოთ. სხვადასხვა ტიპის ლობიო, ესეთი გემრიელი. თან წვანილით, ხო. სოკო. შემწვარი სოკო. ოღონდ სოკო მაგალითად ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარული, რომ მოდიოდა ეგ პერიოდი, შეგვეძლო ტყეში წავსულიყავით და მოგვიტანა სოკო. და რაღაც განსაკუთრებული გემო ქონდა, მახსოვს ის გემო. და არ დამავიწყდება არასოდეს. რომელი სოკო იყო? იმერეთში უფრო ის არის, რა ქვია, გზაზე რო ყიდიან ხოლმე, რა ქვია, სოკო. იყვი. აჭარაში ალბათ არ იქნება. იქ იმპილი არის ესეთი წარეა. ჯერ წყალში უნდა რაღაცა იყოს რაღაც გარკვეული დროით. სჭირდება იწმინდება კარგად. რაც გარეკანი უნდა აცალო. მერე წყალში. მოკლედ კულინარიაზე გადავედი. სიმჟავებდა ალბათ სიმწარე ხო გამოვიდეს და მერე რაღაც ხორცივით გემრიელი გამოდის. მომშივდა. მჭადა სოკო. მჭადა სოკო როგორ მიყვარს? მჭადას ჩვენ იქ პირდაპირ მივირთმევდით. კი, ჩვენთვის სურამში მოწყვიტე ჭამე. ჩვენც ჭამდით ხოლმე. არც გარეთ ხო არაფერი პირდაპირ ჭამდით ხოლმე. აჭარა ახსენეთ და დავიძრათ ბათუმისკენ ნელ-ნელა წავიდეთ, სკოლა იქ დაამთავრეთ, მუსიკაში დანიშანი ყავდათ. რაი, რო გითხრათ ახლა გამორჩეული ვიყავი მეთქი, დიდათ არა. არც მუსიკაში? არა. უი, მაგას ვერ დავიჯერებდი. ერთი რამე იყო, რომ სულ მემღერებოდა. გაკვეთილს მღეროდით? ყველგან მემღერებოდა სულ. ვერ მაჩერებდნენ ხოლმე, იყო ეგეთი პერიოდები. იყო პერიოდი, როდესაც გიტარას ვეწვალებოდი და გამიტაცა დააკვრა. თუმცა იქაც ვერ ვივარგე. ვერც სიმღერაში ვერ ვივარგე. ხო და არ მჯერა მეთქი რომ ახლა კრეხელობა. ჩვენი უფლება რომ არ დავიჯერ. რა უცნაურია, ხალხი ახლა ნატურალს ზვიად მოლქვანძეს მოусმინო და მაშინ გაკვეთილზე ალბათ მასწავლებელი გეუბნებოდათ რომ არ იმღერაო, ხო? სხვათა შორის ახლა იქ სკოლაში, მუსიკალურ სკოლაში გუნდის გაკვეთილები ჩემთვის იყო ყველაზე შთამბეჭდავი და არასოდეს არ ვაცდენდი, ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარდა და რა თქმა უნდა დიდი სიხარულით მივდიოდი და იმდენად შემიყვარდა, რომ დღესაც საგუნდო მუსიკას ვემსახურები როგორც შემიძლია. ისევ სკოლის ამბებს რომ დაუბრუნდეთ. თან ნათქვამი გიყავთ მაგ თემას კიდე მიუბრუნდებით, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვარო და სახში მე უფრო მეც ვაფუჭებ თუ რაღაცნაირად ვიდრე ჩემი შვილებიო. ხო? ეგ მართალია. ხო და თქვენ როცა იყავით, თქვენი პატარა როცა იყავით სკოლაში,
შატალოზე თუ დადიოდით? კი, რა თქმა უნდა. ჭიკარტი თუ დაგიდიეთ მასწავლებლისთვის? არა, ჭიკარტი არა, მაგრამ ვაცდენთ. მივდიოდით. ბოლო წლებში განსაკუთრებით ცუდად ვიქცეოდი. მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი ცხოვრება მუსიკას უნდა დაკავშირებოდა და დიდად აღარ გამოვირჩეოდი რაც კარგი მოწაფეობით. ცელკი ვიყავი საკმაოდ, როგორც ყველა ბავშვი და როგორც ამბობენ ღრმა ბავშვობაში, განსაკუთრებით რაღაც გამოვირჩეოდი ესე რაც ვერ ვისვენებდი და ძალიან ბავშვური ვიყავი. მე ეთყობა რაღაცები გადატრიალდა ტვინში და ცოტა შევიცვალე ეს ბავშვობაში, ბავშვური ვიყავი და მიყვარდა თამაში, მეგობრები, ნათესავები, კომუნიკაბელური ვიყავი საკმაოდ. მინდა აუცილებლად დაკითხოთ ცოტა გამომართული შეიძლება იყოს ჩვენი თემი და ბათუმი რა არის თქვენთვის? სახლი და ბევრი რამ. სადაც მშობილ ვარ, გავზრდილ ვარ და ამის როლია ის არის. სახლია ჩემი. დედა და მამა ბათუმი ჩემთვის რა. აი ბათუმში როცა გაქვთ კონცერტი, სხვა მღელვარებაა? მუსიკა ზოგადად ჩემთვის უკვე მღელვარებაა და ნებისმიერ ლოკაციაზე ვღელავ ხოლმე, მაგრამ ბათუმში სახლში მღერი. ხო, აქაც სახლში ვარ. ზოგადად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უგრძნობ თავს სახლში. უბრალოდ ახლა იქ ჩემი ბავშვობა არის, ჩემი ნათესავები, მშობლები და ჩემი რაც მოგონებები. ამიტომ გამოირჩევა ის. მაგრამ სადაც ახლა დავდგი ფეხი ნებისმიერ კუთხეში, მე უგრძნობ რომ სახლში ვარ. ერთ-ერთ ინტერვიუში გავთქვათ, შეიძლება ბათუმი ვიღაცისთვის კურორტი იყოს უბრალოდ და ჩემთვის ის არის, რაც ახლა ისაუბრეთ და ჩემთვის პირადად ბათუმი სიყვარულია, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მეუღლეს ცოლობა იქ ვთხოვე ბათუმში, მოცეკვავე შადრეონის წინ და ჩემთვის ბათუმი სიყვარულია. მხოლოდ კურორტი არ არის. უკვე გადაწყვეტილი მქონდა სკოლის პერიოდში, რომ მუსიკას უნდა გავყოლოდიო. აი, როგორ მიხვედით აქამდე არის თუ შეიძლება ამის თქვა? როგორ გადაწყვიტეთ? რატომ გადაწყვიტეთ? რა ასაკში? გარდატეხის პერიოდი იყო. მაშინ არ ვიცი, აი ყოველთვის მე მგონია რომ პირველად მოусმინე მაშინ გულისხმას, მოდი ესე ვთქვათ მაშინ. გულისხმას და საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გათვლა არ ყოფილა ისეთი რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ წინ მომავალს ვერანაირად ვერ ხედავდი მარტო, მე კი არა ვერ ხედავდით წინ მომავალს, მაშინ ცოტათი მძიმე ცხოვრება იყო. ჩემი გულისხმა რაღაც ამას მეუნებოდა. მეწინააღმდეგებოდი საკმაოდ დიდხანს. ბევრი სხვა გადაცებებიც მქონდა და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ უბრალოდ ამის გარეშე არ შეიძლებოდა, ან მე არ ვიქნებოდი მართალი საკუთარ თავთან. ან საბოლოო ჯამში გამიჭირდებოდა და მე მოუბრუნდებოდი ალბათ ისევ, იმიტომ რომ არ შემეძლო მუსიკის გარეშე. არ მახსოვს რა მუსიკის გარეშე ჩემი არსებობა და ეს მდგომარეობა, ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო ჩემი. ჩვეულებრივი მდგომარეობა, იქ მუსიკა უნდა ყოფილიყო. ბატონო ზვიად, რა რეაქცია ქონდა მამას, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ თქვენი გზა მუსიკისკენ მიდიოდა? მათთვის ეს ბუნებრივი იყო და ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა მამისგან. რომ შევძელი
თუნდაც თბილისში ჩამოსვლა, მაშინ ბათუმში არ იყო კონსერვატორია. ხოლმე სასწავლებელი იყო, დაამთავრე სასწავლებელი და მე უნდა გამეგრძელებინა და შეძლო ის რომ ვისწავლე აქ და არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ის ხშირად დადიოდა ჩემთან და რაც მხარდაჭერა მქონდა მისი ძალიან დიდი. თვითონ როგორ დამოკიდებულება ქონდა მუსიკასთან? ხო, მე ესე იგი უკვე თბილისში ვსწავლობდი და მაშინ აღმოაჩინე რომ რაც მიდრეკილებები ქონდა ხალხური ინსტრუმენტებისადმი, რაც ერთი ინსტრუმენტი აიღო ფანდორი ჩამოკრა და უკრა, ჩემს გაუცებას საზღვარი არ ქონდა. მე რაღაც ჩასაბერი ინსტრუმენტი იყო, აიღო რაღაცა აჭარული მოტივები დაუკრა, ასე რომ თუმცა ეს ისე გავიზარდე რომ არ ვიცოდი. მამის მხარეც რაც გამოირჩეოდა ამ მიდრეკილებებით და დედის მხარეც რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს რაც პროფესიული განათლება და ის რომ მთელი ცხოვრება მაგალითად პროფესია დედაჩემის ძმა დედაჩემის დას პროფესია და აქვს ეს ისიც ბათუმის კამერულ ქალთა გუნდში მღერის. ასე რომ ოჯახში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაძლევდნენ სტიმულს იმისთვის, რომ თუნდაც ეს გარემო იყო, რომ ხანდახან მაგალითად მღეროდნენ მესმოდა სულ. მამაც მღეროდა ხოლმე? არა, მამა არა. მამა რო წამოვიზარდე და უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, დაუკრა ინსტრუმენტებზე და გამიკვირდა. მამა სიმღერით არ გაუკვირვები ხართ? არა, არ უმღერია. მამა ჩემის ძმებისგან მსმენია სიმღერა, დაკვრაც და მამა ჩემის პატარა ძმა ქორეოგრაფიც იყო. და მამა აქამ სანამ არ გაიზარდეთ იქამდე არ უკრავდა, არ უმღერია. რატო ხდებოდა ეგრე? რატო არ იცოდით? არ ვიცი, ესე მოხდა. არ ვიცოდი, თან ეთყობა არც ეცალა მაგისტრის. 90-იანი წლები მოგიწიათ მოკლედ. და მაგ პერიოდში როგორი ურთიერთობა გქონდათ, რამდენად ხშირად გქონდათ ურთიერთობა? მეც საკმაოდ რთულად მახსოვს 90-იანი წლები. ყველა მიმართულებით. ურთიერთობა რა მშობლებთან, მამასთან კონკრეტულად. ჩვეულებრივ ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ რაც ჩვენ ცხოვრებაში ყოფილიყო ყოველთვის. როგორც მამა, მეგობარი და თავისი რეჟიმი ჰქონდა და ჩვენც ამ რეჟიმს გვაჩვევდა. კაცრი იყო? კაცრი თუ ისაა სიმკაცრე რომ შვილს მიუთითო მაგალითად კეთილშობილებისკენ და პატიოსნებისკენ, მაშინ კაცრი იყო კი. მე ვფიქრობ არ ჩვენ არ გაგვახარებს ის რომ რაღაცა ეს გავატაროთ ისე, ხო? და აუცილებლად მიუთითებთ ჩვენთვის ვირფასებს, არა მარტო შვილებს, რომ ეს ცუდია და გაბრაზებული, აი, რასაც გაბრაზებას ვეძახით, ეგეთი მამა თუ გახსოვთ, თუ გაგბრაზებიათ რამეზე. სერიოზულად არ მახსენდება, ერთხელ მახსოვს რომ რაღაც ძალიან ცუდად მოვიქეცი და მაშინ მაგრამ მამა არ იყო, როგორ გითხრათ, ის არასოდეს ძალიან იშვიათად რომ შენიშვნას გვაძლევდა და მის შენიშვნა იყო მე ძმა მყავს უფროსი, ორი ძმანი ვართ და მისი შენიშვნა ჩვენთვის თუნდაც შენიშვნა უკვე საკმარისი იყო იმისთვის რომ ჩვენ ეს რაც უკვე ძალიან ხმამაღალი იყო ანუ ეს ჩვენთვის შენიშვნაც ყოველთვის დაბალი რაღაცა გაწონასწორებული ხმით და ტემბრით გვეტყოდა ხოლმე შენიშვნას და
საკმარისი იყო ეგ. საკმარისი იყო იქ. სიმკაცრეზე ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს ბატონო, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ფიზიკური ძალადობაც, ფიზიკური დასჯის მეთოდებს იყენებენ ხოლმე. არა, არასოდეს. და მიხარია ყოველთვის მაგის მოსვია და მაგაზე ხაზგასმა რომ არის ფიზიკურ ძალადობას დასჯას. ასეთი სიმკაცრე ყოველად მიუღებელია, თან შედეგის მომტანი არ არის ასე მთავარია. რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მეც. და ამასობაში ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც გაქვთ თქვამე, საკმაოდ დიდი ბავშვი ვარ და მე უფრო ცუდად ვიქცევი სახში ვიდრე ბავშვებიო. რას აფუჭებთ ხოლმე ბოლქვაძეები? და ხანდახან ვცდილობ რომ მე უფრო ცუდად მოვიქცე და ვითამაშო მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს იმდან იშვიათად ხდება. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, ისინი იზრდებიან და მე მათთან ერთად უფრო მეტად ვერ მოვასწარი, ან ვერ ვასწრებ მათ ცხოვრებაში ყოფნას და მათთან ერთად გართობას და ბავშვობას. და ცუდად იქცევა, აი როგორ იქცევა, ცუდად ზიად ვოლქვაძე. ალბათ უფრო აი მეტად ვცდილობ უფრო მეტად ბავშვური ვიყო ხანდახან და მეტად გადაჭარბებით, მაგალითად იუმორშიც და ბევრ ამაში ხა კონკრეტულად აი როგორ გითხრათ ისეთი რომ ვერ წარმოიდგენენ შეიძლება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ისედაც დამძიმებულ სოციუმში მათ რაღაც სჭირდებათ თანამოაზრე. ამას ვერ ვახერხებ ხოლმე ხშირად და სულ მიფიქრია რომ ალბათ გაცილებით უკეთესი მამა ვიქნებოდი რომ მოვახერხო სულ ვიყო მათ ასაკში და მათი ისე სათქმელად ადვილია რა თქმა უნდა მეგობრები ვართ ჩვენ მამები რაღაცა მაგრამ აი ის რაღაცა ტემპერატურა ემოციებისა რაც მათ აქვთ ის ფიქრები ის რაც ოცნებები და ხედვები მათთან იქ ჩასვლა ძალიან ძნელია ჩვენთვის უკვე რომ მთელი დღე გარეთ ვართ დაკავებულები ვართ საფიქრალი გვაქვს ბევრი და მე შევხედავთ რომ უკვე გასულა 1 წელი 2 წელი 3 წელი მე წვერი ამოსuliათ უკვე და შემდეგ ძალიან ძიმეთ და მწარეთ მახსოვს ჩემი შვილი 4 წლის იყო ესე მომხოლმე 4 წლის იყო ჩემი ორი ბიჭი მყავს 4 წლის იყო რომ გავიცანი სანდრო იმიტომ რომ სულ სამსახურში ვიყავი და მეუღლე რომ დამირეკავდა ეზოში გასეირნების მწყვენია იმიტომ რომ ყველა კაც მამას ეძახდა იმიტომ რომ არ იცოდა ვინ იყო მამამისი იმიტომ რომ სულ სამსახურში ვიყავი და რომ მიდიოდი ეძინა მოდიოდი ეძი ისე მწარეთ მახსენდება ხოლმე ერთად ხო თუმცა კანონზომიერებაა და მგონი ეგეთი ცუდებიც არ ვართ მაინც ვახერხებდით ხო შიგადაშიგ ზეიმების მოწყობას და ხო ყველა მამას ეძახდა და როცა გავიცანი უკვე მიშოვიყავი და მამას აღარ მეძახის და ძალიან დანაკლისი მოს ანუ არ დაუდდა მეორეც რო გაჩნდა იმის შეხედვა რომ ისიც სახელით მომართავს და მამას არც ერთი შვილი არ მეძახის არ და ძალიან მომწონს ეგ სიტყვა ძალიან არა მე მამას მეძახიან ხო მეც სახელით იშვიათად მომართავენ აი ხლა რო დაუფიქრდი არც მახსენდება რომ მე ორი გოგონა მყავს აუ ბიჭების მამებში ვარ ერთ პირველად არის რამდენი გადაგვიღია და პირველად არის რომ გოგოების მამები ხართ ხოლმე და ეხლა პირველად ვარ უმცირესობაში ეს მამას მეძახიან ამ ძალიან მიხარია არა შურს ხოლმე დედამისო გაძახებენ დე ხო შეიძლება მა დამიძახონ მეც მაგრამ ჩემი ბრალია ესე იგი პირიქით თქვენ უფრო მოახერხეთ იქ მათ ასაკამდე ჩასვლა ვიდრე მე ეგრე იქნება სავარაუდოდ შეიძლება კი არის მაგაში ლოგიკის მარცვალი ну ყოველ შემთხვევაში იმით იმაიც ვიმშვიდებ თავს რომ იმათთვის ვაკეთებთ ყველაფერს რა თქმა უნდა კი ბატონო ამ თავისუფალ დროს ბატონო ზვიად ფილმებსაც უყურებთ თო ნათქვამი გაქვთ როგორც მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში. რა ვიცი, რა ფილმებს, ქართული ფილმების ყურებას თუ ახერხებთ, რა მოსწონთ ბიჭებს. ფილმებისთვის თუ გაქვთ რომ მოკლედ. კი. არ ვიცი რა გითხრათ, აი
ხანდახან უზიარებ ხოლმე ჩვენ დროინდელ ფილმებს კი რა თქმა უნდა რომ ჩვენ დროს ეს უფრო იყო აქტუალური, ის იყო აქტუალური, ეს მულტფილმი იყო აქტუალური. აი რაც გამოდიოდა მაგალითად ყოველთვის მინდოდა რომ ერთად გვენახა ის ანიმაცია. მე და ჩემს უფრო შვილს ჯერ ერთად დავიწყეთ, მეორე შემოგვემატა ძირითადად ანიმაციები და ფილმების ყურება სხვათა შორის ახლა დავიწყეთ ერთად შიგა და შიგ. მაგრამ რაღაცა ის პერიოდი იყო, რომ უკვე სანამ ისინი ანიმაციიდან ფილმებზე გადმოვიდოდნენ თუ როგორ უნდა ვთქვა, აი სადღაც ეგ პერიოდი ცოტა ისეთი იყო, რა ქვია, უფერული, არა საინტერესო, მაგრამ ეს მულტფილმებთან დამოკიდებულება კარგი იყო. და ეხლა გადავდივართ უკვე ფილმებზე, რა, უკვე შეიძლება რომ ფილმებზეც ვისაუბროთ. მე და მაგათად უფროსი, თავისუფლად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივად შეგვიძლია ვნახოთ ფილმი და მე იმ ფილმზე ვისაუბროთ. და პატარასთან, შუათანასთანაც შეიძლება, თუმცა შუათანა უფრო მეტად დაკავებულია სპორტით, მუსიკით და მეცადინეობით და იშვიათად ახერხებს ჩვენთან ერთად ეკრანთან მოკლედ ყოფნას. და მართალი გითხრათ, რაღაც იყო პერიოდები, რომ ამას მეც ვეღარ ვახერხებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც 1-2 ვნახეთ ერთად. ანიმაციაც ვნახეთ. რომელი ანიმაცია ნახეთ? მე ვეღარ ვუყურე ბოლომდე და გეძინებათ თუ ტირით? მე ძირითადად ტირი ბოლოს ყველა ანიმაციაზე. მე გეტყვით ახლა რომელ ანიმაციაზე ამეტირა და არ შევიმჩნიე, მაგრამ მე მგონი შემამჩნიეს. ძალიან შემრცხვა, რომ აი მათ უფრო ისე ეჭირათ თავი ვაშკაცურად და მე ძალიან ცუდად გავხდი. მე ჩემი შვილები უკვე მიეჩვენა და ბოლოს რომ თარდება შემოხედავ და როარტი რაღაც არ შევიმჩნია. თუმცა მაინც დამისველდა და კოკო ვიცი, მინდოდა რომ ეგეთქვათ უფრო სწორად ძალიან მაგარი. საოცარი. ბებიასთან ბები ახლა ჩემთვის ხო რაღაც. აი ბოლოს სცენაზე თავი ვეღარ შევიკავე. არ ჩულებრივი მულტფილმი. აი მართლა რამდენჯერაც არ დავუყო ადამიანმა რომ არ მოგბეზნდება. თან მუსიკოსებზე ხო. ხო თქვენთვის ძალიან ბევრი სენტიმენტალური თემა. არ ველო მეც არ ველოდი ამას. ან გაფაციცებით უყურებდი, მოკლედ თან ეს რაღაცა მისტიკური სამყაროები ხო იმ ქვეყნად გადასვლა ეს ჩემთვის მოკლედ ძალიან საინტერესო იყო და ამ ბოლოს აღარ ველოდი. ეგეც ამ სიმღერასთან ესეც ძალიან მაგარია. ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბიჭები ჭულობენ ხოლმე. იშვიათად კინკლაობენ ალბათ უფრო, ჩემთან ცდილობენ ნაკლებად, როგორც დედა ამბობს ხოლმე ხანდახან. კი. და მოჩიჩხინე პატარა იქნება ალბათ. როგორც ყველა ოჯახში. ჩხუბით არა, უფრო აი კინკლაობით. თქვენ და თქვენი ძმა თუ ჩხუბობდით და მამა როგორ იქცეოდა ამ დროს? მანდაც მე გამოვირჩეოდი. თქვენ უმცროსი ხართ არა? რა თქმა უნდა, მე თამამად ვამბობ ჩემი ძმის წინაშე, რომ ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე. და მამას რეაქცია რა იყო ამაზე, როდესაც თქვენ და თქვენი ძმა თქვენი გამოისობით ჩხუბობდით? ისე რა ქვია, შვიდად და წყნარად მოგცემდა შენიშვნას. რაც გავიწყდებოდათ ალბათ როგორც ყველა პატარას ძალიან ისეთი სიტყვების თამაში იყო, რომ გულზე ხვდებოდა ხოლმე. მე მხვდებოდა გულზე. ჩემი ძმა ისედაც არ იყო დამნაშავე. ის რა საინტერესო პატარები ყოველთვის რატო არიან ასეთები? შენი შვილიც ეგრეა, ჩემი შვილი ბატონის ძმის შვილიც ეგრე ყოფილი. და ბატონის ზიადის სხვათა შორის ჩემთანაც მეც უმცროსი ვარ და უბრალოდ და ცოტა დიდია ჩემზე და დიდად ვერ ვუშავებდი ვერაფერს, მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ აი ვუკიჟინებდი, მაინც რაღაცას გამოვნახავდი ხოლმე საკბილოს და ნერვებს ვიშლებდი. ხო, არ ვიცი რატომ იყო ეგრე. ის მithმენდა რა თქმა უნდა. მოთმინების ფიალა რომ მაევსებოდა, მე უკვე გავარბოდი. ჩვენთანაც ეგრეა ხოლმე ძირითადად.
და სამივე ვაჟი ბატონო ზვიად მუსიკას გაყვარაც არ არის გასაკვირი, მით უმეტეს თქვენი მეუღლეც მუსიკოსია. თუმცა არჩევანი მათზეა. აბსოლუტურად არ ვერევი ჩვენ უხეშად რა თქმა უნდა ერთი წამითაც არ ქონია, არც თავიდან არ ქონია ეს ჩარევა რომ გინდა თუ არა ჩააბარეთ, შედით აწლეთში, ისწავლეთ მუსიკა. მათი მოთხოვნა იყო ესა. და მე უფროსი ძმის კვალდაკვალ წავიდნენ ისინიც შუათანა უფრო გამოირჩევა სხვა რაღაცა ოცნებებით. ფეხბურთი უყვარს ძალიან. ზოგადად სპორტი უყვარს ძალიან. უფროსაც უყვარს სპორტი, ცურვა ძალიან უყვარს და სამწუხაროდ სტაბილურად ვერ მოახერხეთ. ძალიან ვეცადეთ და მე პანდემიამ შეგვიშალა ხელი. და გვინდოდა რომ სულ მათი რაღაც ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო ეს კულტურა, რომ ყოველთვის ქონოდა წყალთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან სიახლოვე. თუმცა არ გამოვიდა სამწუხაროდ, არ გამოდის ბევრი რამ გვინდა ჩვენ მშობლებს, თუმცა აი არც ეს ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, დიდია, გადაადგილება ძალიან რთულია. პატარა ქალაქებში შედარებით მარტივი არის ალბათ. მაგრამ აქ რთულია, რამოდენიმე რაღაც აქტივობაში ჩართული იყოს ბავშვი, რთულია. მუსიკაზე წავიდა, მოვიდა, მთელი დღე გავიდა. მე უკვე სპორტი კიდევ ძალიან რთულია. ძალიან მინდა რომ ასე იყოს, თუმცა არ გამოდის და უწუხარ. თუ გეკითხებიან ხოლმე რჩევებს და თქვენ თუ აძლევთ რაღაცა ვთქვათ რჩევას, შენიშვნას მუსიკალური კუთხით. ძალიან კარგი მასწავლებლები ყავთ. პედაგოგები. და მადლობა უცრფელად. ძალიან დიდი ბედნიერება ეს ჩვენთვის. აბსოლუტურად მინდობილები ვართ. და მართლა ასეა. სამივე ყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი თავიანთ სპეციალობაში. და ჩვენ მინიმალურია ჩვენგან ან საერთოდაც არ არის და შეიძლება აი კონცერტის მერე რაღაცა შეფასება გავუკეთოთ. და უთხრათ, როცა რაღაცა არის მაგალითად ხარვეზი, ხარვეზსაც მიუთითებთ შეძლებს დაგვარად, როგორც შეიძლება, რომ ძალიან არ ვადგინოთ გული და კარგსაც აღნიშნავთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სცენაზე თუ მდგარხართ? კი, რა თქმა უნდა. კი. სამივესთან ერთად. ერთხელ ჩავწერეთ საახალწლო სიმღერა, რომელიც გავაკეთეთ დაახლოებით 1 საათში წინა ღამით და მეორე დღეს უკვე ჩაწერა გქონდა ერთ-ერთი ჩემი საახალწლო სიმღერა, მეტი არც მაქვს, ერთი მაქვს საახალწლო სიმღერა, ისიც შვილების ხათრით შემომეწერა. და რაღაც ეგეთი თხოვნა იყო და რა გავაკეთოთ ხო და ის მოვინდომე რომ რაღაცა უცებ 9 საათში ნიკოს უკულელეზე მივეცი რაღაცა ფუნქცია, ანდრიას ისა რა ქვია აფრიკული ინსტრუმენტი ეჭირა ხელში. მესამე ბიტბოქს აკეთებდა. რა საინტერესოა. და მე უკრავდი და მე და უფროსი მღეროდით თან ერთად. აი ესეთი რაღაცა სამახსოვრო ჩანაწერი დამრჩა. მიდის ძველი ახალი წელი მოდის მიდის ძველი ახალი წელი მოდის პანდემიის პერიოდში მოახერხე შვილებთან ურთიერთობა და აღმოაჩინე რომ უფროს შვილს თურმე ძალიან ესეთი კარგი მიდრეკილებები ჰქონდა სიმღერისადმი და მაშინ ვიმღერეთ პირველად ერთად და მოვასწარით რამოდენიმე გადაცემაში გვემღერა ერთად და ეგ დამრჩა მისგან სამახსოვროდ მასაც დარჩა ის ხმა სხვათა შორის მე ერთ-ერთი ძველი ჩანაწერით როცა ჩამივარდა რაღაც ჩემი ძველი ნამღერი ბავშვური ხმა
მაშინ რაღაც კამერებით დაბადების დღეს, რაღაც ქორწილებს, ხო, ვიღებდით და აი რაღაც ამონარიდი ჩამივარდა ხელში და მივხვდი რომ როგორი სასწაული ყოფილა ეს გენეტიკა, იმიტომ რომ ლამის ვერ გავარჩიე ჩვენ. თქვენი და თქვენი შვილის ხმა გავს ერთმანეთს. გავდა აი ეს ბავშვური და აი პატარა ზვიად ბოლქვაძე და პატარა ანდრია ბოლქვაძე თითქმის რაღაცა იდენტური იყო, არაფრით გამორჩეული ეს ხმები. ანუ დიდი ანდრიაც სავარაუდოდ ზვიად ბოლქვაძის ხმით იმღერებს? კი, მგავს ხმაში. ოღონდ სიმღერით არ არის დაკავებული ახლა. უყვარს ძალიან სიმღერა და თავისთვის ღიღინებს, მუტაციის პერიოდი ნელა დაუმთავრდება და ამღერდება და დარწმუნებული ვარ. უფრო საფორტეპიანო ხელოვნებით არის გატაცებული და მთელ დროს უთმობს მთელი დღე სახლში როცა არის. აი, თუმცა რაღაცა შეგადაშიგ ჩვენთან ურთიერთობასაც ახერხებს და მეგობრებთანაც, მაგრამ ძირითადად მაინც მუშაობს. სიმღერის დაწერა თუ უცდიათ? კი. შუათანაც რაღაც კომპოზიციებს ქმნიდა კომპიუტერულს. ძალიან პატარა იყო და რაღაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ მასაც შეექმნა. ალბათ რაღაცა შეიძლება მამის მსგავსად რაღაც კომპოზიციები და სხვათა შორის ძალიან მომეწონა რამოდენიმე ისეთი რაღაცა დიდის ნამუშევარს გავდა. რაც ხიბლი ჰქონდა ისეთი თავისი ფორმა ჰქონდა ძიების პროცესში იყო მოკლედ რა. იყო ეგეთიც უფროსაც რა თქმა უნდა მასთან ერთად ბოლო ეს პანდემიის პერიოდის მერე მოყოლებული სულ მუსიცირებაში ვიყავით ერთად, მღეროდით ჩემთან ერთად ის რაღაცა აი თავისუფალ რაც აზროვნებასაც ეჩვეოდა ალბათ, იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე რაღაცა იმპროვიზირება სიმღერაშიც ერთნაირად აღმინდა ხოლმე რომ იმღერო ხან ისე დაკვრა ხან სხვადასხვა ხასიათში, იმიტომ რომ მუსიკა არის განწყობისა. დღეს ეხლა რომ იმღერებ 5 წუთის მერე ისე წესით ვეღარ უნდა იმღერო. შეუძლებელია. და ეხლა რაღაც სიმღერა 20 წლის წინ რომ იმღერე, დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა და სულ სხვა განცდები მაქვს და სულ სხვა რეალობაში ვარ და შეუძლებელია იგივენაირად ვიმღერო. ამიტომ ეს რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება მისთვისაც უცხო არ არის. ამიტომ ხშირად მუსიცირებდა ჩემთან ერთად, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ის უფრო ეხლა მეც ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ რაღაც კონკრეტულად რაღაცა ერთი არის ორიენტირებული და მუშაობს საფორტეპიანო ხელოვნებას ეუფლება. ძალიან მაგარია. სცენაზე თვითონ თქვენ გარეშე ყოფილან? და თუ გინერვიულიათ ეგ მაინტერესებს. ყველაზე დიდი ნერვიულობა ეგ იყო. აი ყველაზე დიდი. მირჩევნია რომ დღეში მქონდეს 7 კონცერტი და მოვკვდეს სცენაზე ვიდრე ძალიან რთული იყო. ორივესთვის, ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც. არ ვიცი, გული ხელით ვეჭირე. არა, ეგ მართლა ჩემი შვილი სპექტაკლზე ვნახე სცენაზე პირველად და აი რაღაცეები დამევართა შიგნით რა. მე ტანვარჯიშზე ვნახე და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ის ერთწუთიანი მუსიკა იყო, როდის დამთავრდება. საერთოდ ვეღარ ვხედავდი, სწორად აკეთებდა, ჯერ არც ვიცი ახლა ისეთ დონეზე ტანვარჯიში და მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა, რომ დავისვენე რომ დამთავრდა. არა და ველოდი მანამდე როდის გამოვიდა. ხო, განსაკუთრებული ესე იგი განცდებით ახლა მე ვერ გამოვირჩევი. ჩვენ ფაქტობრივად რაღაცა ერთ და იგივე საუბარი გვაქვს და მომწონს. დიდი მადლობა. მეუღლეზე გაქვთ, მეუღლეც მინდა რომ მიშო, ისე მუსიკაზე დავსვავ ერთ კითხვას და მე რეგადა. თქვენი დაწერილი კომპოზიცია თუ მოусვენია თქვენ შვილებს პირველად. ანუ რაღაც დაწერეთ და გამოსულ ხართ და გითქვამთ თქვენი შვილების დავწერეთ და მსმენელები თუ ყოფილან პირველად. რამოდენიმე დღის წინ, 1-8 დღის წინ
ძალიან იშვიათად სამწუხაროდ მაქვს დრო იმისა, რომ წერო და საგუნდო ნაწარმოები დავწერე და პირველად მოვასმენინე სხვათა შორის ისე ჩემი მეუღლე ისმენს ხოლმე და ისე მოხდა რომ რაცო ერთად მოვხდით ოთახში და თან მოკლედ ჩემ შულს მოვასმენინე პირველად და თან უკითხე სხვათა შორის რაც ერთ ადგილას მქონდა ორი ვერსია და უკითხე დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან თუმცა რაღაც იყო ნიუანსები რომელიც გამოარჩევდა და უკითხე მაინტერესებდა რა სიტყვა ეს თუ ის თქო და გამიხარდა რომ ის თქვა რომელიც უფრო მოწონდა კი მაგ დროს არჩევანის გაკეთებაც ხანდახან რთულია და როცა რამოდენიმე აზრი არის და გიჭირს არჩევანის გაკეთება და უკითხე და ერთ აზრზე რომ აღმოჩნდით გამიხარდა რა ბედნიერება წარმოიდგინე როდესაც мама ასეთი ხალხისთვის საყვარელი მუსიკოსია რაღაცას დაწეს გამოდის პირველი რო შენ ხარ და პირველი რო შენ ხარ ხო საოცრად მაგარია მაგრამ აზრს რო გეკითხება რომ ეს ჯობს თუ ეს რამხელა დაფასებაა და თვით შეფასების მომატებაა შვილის კი ხშირად ვეკითხები უფროს ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე შუათანასთანაც და პატარასთანაც იგივე მექნება უფროსთან ერთად უბრალოდ ბოლო 1 წელია ერთად ვმართავთ ჩვენ ჩემს საავტორო საღამოებზე ის როგორც ბენდის წევრი ისე თავის ინსტრუმენტზე უკრავს მისთვის ახლა ეს არ ვიცი მას უნდა ვკითხოთ მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია და დარწმუნებული ვარ მისთვისაც და მიხარია რომ ეს მოხდა და გვილამაზებს მე და ჩემს მეგობრებს სცენას. აუ არა დარწმუნებული ვარ ძალიან ბედნიერი იქნება. მიშო, კითხვა წაგართე. დიახ ჩემო ბატონო. აი ეს მომეწონა ეს სიტყვები და საერთო ინტერესი მუსიკალური გემოვნება რო არ ყოფილიყო მეუღლესთან არაფერი გამოვიდოდაო. ასეთი მნიშვნელოვანია ეს მუსიკა. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადვილი არ არის მუსიკოსის გვერდი ცხოვრება. თანაცხოვრება მით უმეტეს და ერთ ენაზე რო ვლაპარაკობთ, მისთვის გასაგებია თუნდაც მაგალითად, როდესაც რეპეტიცია მაქვს ან როდესაც პროცესში ვარ, ჩემთვის ეს რას ნიშნავს, როცა ხვდება ის ამ ყველაფერს და თვითონაც იგივეს აკეთებს. როდესაც პროცესში ვარ წერის ან შექმნის, მით უმეტეს არც ისეთი მარტივი ვარ მაშინ და არც ისე მარტივად მოსავლელი თუნდაც და რაღაცა განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს ჩემი და უფრო ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ მაშინ, იმიტომ რომ დღისით არ მაქვს მაგისტრო და ხანდახან ისიც ძირითადად ისიც გადის ამ რეჟიმს. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად ყავდა პოეტი ტარიერ ხარხილაური, რომლის ლექსიც არაჩვეულებრივი სიმღერა გაქვს შექმნილი. და თქვენზეც ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ზუსტად ეს სიტყვები თქვა, რომ ურთულესია პოეტის ცოლობა და იმიტომ რომ გჭირდება, როდესაც წერ შესაბამისი პირობები, რომ დაწერო ის, რასაც წერ და ისეთი გრანდიოზული და მაგარი ნაწარმოები შექმნა, როგორცაც ბატონი ტარიელი ქმნის და ზუსტად იგივე სიტყვები ბრძანეთ ახლა თქვენც. ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მას. საოცარი მუსიკაა, საოცარი სიმღერაა ის, რაც თქვენ დაწერეთ, იმ მართლა ძალიან მაგარ ლექსზე, და? სიმღერაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ქმნილება ზოგადად ჩემთვის ისეთი ზოგადად სიმღერა ასე იწერება, უნდა მოგცეს სიტყვამ ენერგია და განწყობა. ჯერ სიტყვა მთავარი. პირველად იყო სიტყვა. თქვენი საყვარელი 5 ნაწარმოები რა არის? მაყურებელს რო ურჩიოთ, რომ აი ვისაც არ აქვს მოსმენელი, აი ამ 5 ნაწარმოებს მოусმინო. თუ გაქვთ ეგეთი. ძალიან ბევრია. რაღაცა 5 გამორჩეული. ვერა. ვერა ხო?
შეუძლებელია, იმიტომ რომ აი 5 გამორჩეული კი არა. ზოგადად ეს ყველა 5-იც და 10-იც და 100,000-იც ყველა რომელიც არის გამორჩეული, ყველა აი ღმერთს ელაპარაკება. რა მაგარია. ყველა არის რაღაცა, აი როგორ გითხრათ, როგორც მისთვის რაღაც შექმნილი მასთან მისასვლელი ბგერები. გასაგებია. თქვენ ინტერვიუებს რო უსმენთ გუში, ისე საუბრობთ მუსიკაზე, რომ და ცუდი კითხვა ხნა დავსვა ახლა, რო წარმოიდგინოთ ერთი წამით, რომ მუსიკა არ არსებობს. როგორი იქნებოდა სამყარო? სამყარო აღარ იქნებოდა მაშინ, აი არაფერი არ იქნებოდა, ასე მგონია. მუსიკის გარეშე სამყარო არ იარსებებდა. იმიტომ რომ აი მუსიკაც იგივე რაღაცა მოვლენაა ჩემთვის, როგორც წყალი და ჰაერი. ჩემთვის ასეა. იმიტომ რომ კი კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ეს ისეთი საკვებია, ისეთი სულიერი საკვებია, რომ ამის გარეშე ჰაერსაც აზრი აღარ აქვს ჩემთვის და წყალსაც. და ნუ ვიცოცხლებ, ცოტა ხანი ვიცოცხლებ, მაგრამ მე ალბათ დარდი მომკლავს იმისა, რომ მუსიკა აღარაა. და მალევე დავასრულებ სიცოცხლე. მუსიკით თუ აგიხსნიათ სიყვარული? იცი რა, მუსიკა თავად არის სიყვარული რა. ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა. რახან ვამბობ იმას, რომ აი ღმერთთან მისასვლელია ჩემთვის მუსიკა, ესე იგი მუსიკა სიყვარულთან მისასვლელია, მუსიკა სიკეთესთან მისასვლელია. მუსიკა არ ვიცი. აი როგორ გითხრათ, დღე და ღამეა. იხდი. ერთი მონაკვეთი მინდა ბატონო ზვია წავიკითხო თქვენი ინტერვიუდან. ლაპარაკი რომ ვიცოდე რა მიჭირს. ეს ისეთი მაგარი სიტყვებია, რომ სპეციალურად ამოვიწერე, უნდა წავიკითხო მე. არ დავკარგავდი წამებს სიყვარულისა და სითბოს გარეშე. უფრო მეტ სითბოს, ენერგიასა და სიკეთეს გაუზიარებდი ადამიანებს, ვიდრე ვუზიარებ. უფრო მეტად და უფრო ხშირად ვეტყოდი მათ, რომ ისინი საუკეთესოები არიან. უფრო ხშირად ჩავეხუტებოდი მათ, ვიდრე ახლა ვეფერებიო. ეს რო წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ. არა, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ სანამდვილად მოვასწრო, რო ვთქვა, ჩემი განწყობა და შეფასება გავაკეთო, რომ თქვენც ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. აი ხა პირველად გაგიცანით და ისეთი კარგი კაცობა და მოედინება თქვენგან და ისეთი კეთილშობილება, რომ მიხარია, რომ დღეს მე ვერ დავიძინებ ახლა ხო ვიცი რა. გავიმართე წე. მართლა ვამბობ და ასეთი ადამიანებით ჩვენს ქვეყანას ყველაფერი კარგად იქნება მოკლედ. საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ სანამ არსებობენ თქვენისთან ვაჟკაცები, ჩემთვის ეს არის უფრო მეტი იმედი, სტიმულის მომცემი და ცოტათი მძიმეები ვართ ხოლმე, რაღაც შემოქმედი ადამიანები, რაღაც უფრო მარტივად ვარდებით ხოლმე საგონებელში. დავარქვათ გნებავთ ამას დეპრესია თუ რაღაც სასუწარკვეთა ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ხანდახან არის უიმედობა ესეთი, მოდი ასე ვთქვათ და როდესაც ასეთ კარგ ადამიანებს ხვდები, ეს მე ვარ? არა, უშავს. როდესაც ასეთ კარგ ადამიანებს ხვდები, მართლა მიხარია. მიხარია ხვალინდელი დღეც და მეიმედება და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენ როგორ გვიხარია თქვენი ეგ შეფასება. ის არის ბატონო ბლადოს უმეჭყუება ხოლმე რომ ნუ ამბობ ნერვიულობ. ისევ ნერვიულობდი თქვენთან რომ მოვდიოდით, რომ არ ვიცი რატო რა რაღაც ადამიანების მიმართ მაქვს ხოლმე ზოგიერთ ადამიანთან შეხვედრა. კი არ მეშინე, იმდენად დიდ ემოციას ველოდებოდი, რომ კინაღა მოყვი ნერვიულობი და ხო თქვი მაინც ეგეთში. ხო, რა ვიცი, მიშო, მე მგონი არაჩვეულებრივ ნოტაზე უნდა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. ძალიან ბევრი დრო წაგართვით ისედაც და ძალიან დიდი მადლობა რა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. აი
ისე მიჭირს ამ ბოლო დროს აზრების დალაგება და იმის თქმა, რასაც ვფიქრობ სინამდვილეში, თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული ვერ გითხარით ბოდიშვიხტი, გამოვასწორებ და დავალაგებ აზრებს. ეხლა აი რაღაცა ჩემი აზრები არ ფორმირდება ხოლმე რაღაც. ვერ ვაყალიბებ აზრს, იმიტომ რომ სულ არეული მაქვს თავში ბევრი რამ და გადატვირთული. რესტარტი ხო? არ იცი რა კითხვა გამახსენდა და დაგისვათ ამასაც. აი რაღაცას რო აკეთებ, თუმცა თავში თუ მოგსვლიათ მუზა რომ აი ის ნოდი რაღაცა მუსიკა თუ დაგიწერიათ ფიქრით. კი, რა თქმა უნდა, ასე იწერება. სულ. როგორ მეტყობა ძალიან შორს როა მუსიკის დაწერისაგან. ჯერ რაღაც განსაკუთრებული რაც შემოდის შეგრძნება ორგანიზმში, ტვინში, გულში, სულში და მე ის ფორმებს ეძებს, როგორ გამოვიდეს, რა ბგერების კომბინაციით გამოვიდეს, რა ჟღერადობის უნდა იყოს, როგორი ფერისა უნდა იყოს და მე ნელ-ნელა იღებს რაღაცა არ არის ადვილი პროცესი, იმიტომ რომ აი ეს ზუსტადად ეს ყველა ბგერას თავისი ადგილი უნდა მოუნახო, როგორც ციფრებს თუნდაც რომ დაალაგო ეს არეული თავში არეული რაღაცა აი ხა როგორც აზრებს ვერ ვალაგებდი წეგან და ახლაც ვერ გამოვირჩევი, აი ზუსტად ასეა მუსიკაც თუ ეს თან წამში უნდა დაიჭირო ეს და თუ ეს მადლი შემოდის ეთყობა მაგ დროს მართლა ადამიანში რაღაც განსაკუთრებული ენერგია და ძალა და აი რაღაც წამიერად ხედავ როგორი უნდა იყოს ის და მე უკვე ხატავ მის მსგავს ან ბგერებით ქმნი მის მსგავს შენ გესმის წინასწარ რაღაც აი როგორი უნდა იყოს ის აი დაუშვათ წარმოიდგინე ბავშვობაში ადამიანი თუნდაც აი რა გითხრათ აი შენი მაგალითად შენთვის სასურველი ბიჭები ვართ და აი მაგალითად შენთვის სასურველი გოგო აი როგორი უნდა იყოს ის და მე რომ მეძებ ისეც დაახლოებით აი ცუდი შედარება მოვიყვა არა სამაგიეროდ ძალიან კარგად საილუსტრაციო ძალიან კარგი მინდა გითხრათ რომ იდეალურად ჩამოვაყალიბეთ მუსიკის წერის პროცესი და აზრებს რომ ხან რაღაც მშობიერობას ადარებენ ხოლმე ესა ბევრი ხან მართლა მოვარდნილია და განსაკუთრებით სიმღერა არის ასეთი სიმღერა აი ერთი დიდი ამოხეთქვა არის ყოველთვის ასე იწერება ჩემთან ასეა ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაც რამოდენიმე რაღაცა კუთხე კონდეს დასახვეწი და ფორმა უბრალოდ ეს ცოტათი ფორმების მოყვანა სჭირდებოდეს, მაგრამ ძირითადად ეს მთავარი აზრი, მთავარი არსი და ძარღვი რაც არის ის რაღაცა მოვარდნილი მეწყერებითა. სიმღერა ლექსთან ერთად აი ეს აფეთქდება ხოლმე და მუსიკალური ნაწარმოები და სხვადასხვა ფორმის კნილებები, ამას ძალიან დიდი ფიქრი სჭირდება. ეს გრძელვადიანი, აი როგორც სერიალი, რაღაც გრძელვადიანი პროცესია. ხო, კარგი შედარებაა. აი სიმღერა გავს რაღაც საათნახევრი ამ ფილმს, თუმცა იქ ყველაფერი უნდა ჩადო და აი ნაწარმოები სერიალს გავს. მრავალ სეზონი აქვს. კი. თუ სიმფონიას დაძერ კი და ოპერას აი ეგრეა. ეს ის შემთხვევა ბატონო ჟიად რომ მე და ალდოს თქვენთან კითხვები არ გამოგველევა და რომ მოვედით რეპეტიცია ქონდათ ბავშვები ყავდათ ისეც დაღლილი ხართ და ამ ყველაფრისთვის უზარმაზარი მადლობა მოკლედ. მადლობა ძალიან. წარმატებას გისურვებთ. მართლა ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ და ის რაც გიყვართ ის აკეთოთ და აი ყველაზე მაგარი რამე გვისურვეთ ეხლა ნახდათ აკეთოთ ის რაც გიყვარს. სიყვარულზე ვლაპარაკობ და მამაშვილობაზე ეგ გიყვარს ძალიან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მადლობა ასევე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ შეიძლებოდა ნებისმიერი კომპანიის რეკლამა ყოფილიყო და მზად ვართ ყველასთან
ურთიერთობისთვის და რავი, გამოგვიწერეთ. მეც მზად ვარ. გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, იმიტომ რომ იმიტომ. მამების დრო არის. ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო.